როლს ანიჭებდა სწავლას და ლოცვას აერთიანებდა. მისი დიზაინი უფრო დახვეწილია მორთული დეტალებითა და სიმეტრიული სილამაზით, რაც სამარყანდის არქიტექტურულ მწვერვალს წარმოადგენს. სახელით სიტყვასიტყვით ნიშნავს ოქროთი მოჭედილს, რაც ნამდვილად შეეფერება მის ინტერიერს. მეჩეთის მთავარი დარბაზი მთლიანად მოჩუქურთმებულია ოქროსფერი ფერებით და გამორჩეულია მაღალი გუმბათით, რომელიც სულების სიმშვიდეს განასახიერებს. ტილაქარის მედრესეს შიდა დეკორი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილად მთელს შუა აზიაში. მის ჭერს თუ დააკვირდებით, დაინახავთ გუმბათს, რომელიც სინამდვილეში ოპტიკური ილუზიაა. გუმბათი რეალურად ბევრად დაბალია, მაგრამ ისია მოხატული, თითქოს უზარმაზარია. ამ ტექნიკას ხელოვანები საუკუნეების წინ იყენებდნენ ვიზუალური სიდიადის შესაქმნელად. ტილაქარის მედრესე არ არის მხოლოდ ლამაზი შენობა. ის სიმბოლოა განათლების, რწმენისა და მხატვრული ოსტატობის. დაჯავშნე მოგზაურობა ჩემი ტურისტულით. მოგწერე სოციალურ ქსელებში. არ ვიცი ოდესმე თუ გინახავთ, როგორ იღვიძებს ქვის ქალაქი სიბნელეში, მაგრამ მოსაღამოებულზე აქ ამას ნამდვილად ნახავთ. საღამოს, როცა მზე ჩავიდა, რეგისტანის მოედანზე საოცრება დაიწყო. ფასადები ჯერ ნენელა აფერადდა. თითქოს მედრესეები იღვიძებდნენ. მართლა უცნაური შეგრძნება მქონდა. სადღაც შორს წარსულში გადაავარდი. ფონზე ტრადიციული მუსიკა ისმოდა, ისეთი მელოდიები, რომლებიც ბავშვობის ძველ ზღაპრებს მომაგონებდა. და ამ დროს თითქოს სამარყანდის წარსული და აწმყო ერთდროულად იდგა ჩემს წინ. რეგისტანის მოედანზე განათებების შოუ საღამოს 7 საათზე იწყება და 1 საათს გრძელდება. მიუხედავად სიცივისა, საოცარი საღამო გამოვიდა. თუ აქაურობას სტუმრობთ, გაითვალისწინეთ და აუცილებლად დარჩით, ან მოსაღამოებულზე ეწვიეთ, რადგან ეს გამოცდილება არ გამოტოვოთ. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ პირველად მიყურებ, გამომიწერე რომ არ გამოგჩეს ჩემი შემდეგი თავგადასავლები, მე კი დაგემშვიდობებით და შოუს კადრებს დაგიტოვებთ. აბა დროებით!